რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან სწორედ კოლონები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის არის გორი, რასაკვირველია, საიდანაც მოდიან აქციაზე დასწრების მსურველები. ჩვენ ვხედავთ ახლა ათობით ავტომობილს საქართველოს დროშებით, ისინი ყველანი რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან და ახლა ლადო ბიჭაშვილი შემოგვერთდება პირდაპირ ეთერში, სწორედ ის მოგვიყვება აქციის მონაწილეების განწყობაზე და რამდენი ადამიანი მოდის უკვე თბილისისკენ. როგორც ნახეთ კადრებში, საქართველოს რეგიონებიდან კოლონა უკვე გამოემართა თბილისის მიმართულებით. ისინი უკვე მალე შემოვლენ დედაქალაქში და შეუერთდებიან საყოველთაო პროტესტს, რომელიც დღეს 4 საათიდან დაიწყება თბილისში და საქართველოს რეგიონები იღებენ ამ პროტესტში მონაწილეობას. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ რეჟიმის ცვლილება მოხდეს. ისინი ამბობენ, რომ ამ ცვლილების ასლს ვერ ხედავენ არჩევნებზე და გამარჩევნებით და აქედან გამომდინარე მათ მიაჩნიათ, რომ ცვლილებების დრო არის სწორედ ახლა. ცვლილებების დრო არის რუსთაველის გამზირი, სადაც არაერთხელ მომხდარა ხელისუფლებების ცვლილებები და მათი თქმით სწორედ ახლა არის ის დრო, რომ ქართული ოცნება შეიცვალოს და წავიდეს. მოქალაქეები ამბობენ, რომ დღეს ეთქვიან რეჟიმს, რომ ისინი ხელში ამოვიდნენ, რაც შეეხება გორში ამ წუთებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან იკრიბებიან როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე მხარდამჭერები. მათი სათქმელიც არის რეჟიმისთვის ერთადერთი, რომ უნდა წავიდნენ.